მე არ შემილია ვიყო მეორე. მართლა. რა არის ამ პირველობაში შენთვის ეგეთი? იცი რა არის იცი რომ იყურები გაშლილი სივრცეა. ჰორიზონტი ხო, და მეორე რო ხარ კეფას უყურებ ვიღაცისას. მე გაუყვალავ ამაზია ის კეფას. არა, გაუყვალავ თოვლში სიარული მიყვარს, სადაც პირველი შენ მიდიხარ და ახალ რაღაცებს აღმოაჩენე. ეხლა კი არ ტრაბახობ, მაგრამ ზოგადად ვთვლი, რომ ასეთი ტიპის თოქ-შოუების დრო დამთავრდა. იმიტომ კი არა რომ მე არა ვარ. დამთავრებულია. ზოგადად ტელევიზიის დროც ხო არ დამთავრდა? ტელევიზიის დროც მთავრდება. ჩვენ ქვეყანაში ეს ხელისუფლებამ დააჩქარა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მშევარი ჟურნალისტების გუნდები დადიან ქუჩაში, მაგრამ დაახლოებით რა დროა, იცი, მთელ მსოფლიოში ერთი პერიოდი აი უბანი რო იყრიბებოდა რადიო გადაცემის მოსასმენად და მე უცებ ტელევიზორი რო გამჩნდა. რადიო ფუნქცია არ დაკარგა, მან ქანებში გადაინაცვლა და ეხლა საცოფში ძალიან მიყვარს მაგალითად რადიო პალიტრას მოსმენა საღამოობით პოლიტიკურ თოქ-შოუს თან სასოფში ვარ თან უსმენ. ბევრ მაყურებლის ინდუსტრიიდან მოვდივარ. მე არ შემიძლია გავაკეთო გადაცემა და მას უყუროს 10,000-მა კაცმა. რამდენად არის ქართულ YouTube-ზე 3 მილიონიან ქვეყანაში ამის შესაძლებლობა?